PS ჯგუფში შემავალმა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კომპანიამ ტრანსფორტმა USAID-ის პროგრამის დასაქმებულები პროფესიული განათლებისთვის ფარგლებში 43 ადამიანი გადაამზადა და მათგან 32 უკვე ტრანსპორტში დასაქმდა, ხოლო 11 სხვადასხვა კომპანიაში. გადამზადების 6 კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ 53 მძღოლი ოპერატორსა და დოკერს სერტიფიკატები საზეიმოდ გადაეცათ. როგორც ცნობილია, USAID-ის პროგრამის დასაქმების პროფესიული განათლებისთვის დაფინანსებით ტრანსპორტმა ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრთან ერთად განახორციელა 2 მოკლევადიანი სასწავლო კურსის პილოტირება, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვაო სატვირთო მომსახურებას. ეს არის კარგი შესაძლებლობა გაუმჯობესდეს დასაქმება ქვეყანაში და დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს სატრანზიტო ქვეყანა, ჰქონდეს სატრანზიტო სისტემა ისეთი, რომელიც შეიძლება იყოს აზიასა და ევროპას შორის სხვადასხვა დიდი წარმადობის მასალების გადაზიდვისათვის. ჩვენ სწორედ ამას ვუჭერთ მხარს საქართველოში, რათა საქართველოს დავეხმაროთ შექმნას ეს ძლიერი სატრანზიტო კორიდორი, რომელიც დაეხმარება სატრანზიტო ქვეყნად ჩამოყალიბებაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო როდესაც გავხსენით ფოთის საზღვაო სასწავლო ცენტრი და ამ სასწავლო ცენტრში მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების USAID-ის პროგრამასთან თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც ჩვენ ყავს უკვე პირველ კურსელ დამთავრებულები, რომლებიც შეუდგებიან ახალ საზღვაო ნავსადგურში, ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში მუშაობას და შესაბამისად ამ მიმართულებით ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ძალას, რომელიც მოემსახურება ჩვენს